რა მოხდება შენს ორგანიზმში თუ შეწყვეტ თეთრი პურის ჭამას 2 კვირის განმავლობაში? პირველი, აღარ გექნება მუცლის შებერილობა, რადგან გადამუშავებული მარცვლეული იწვევს შებერილობას და შებერილობის გარეშე შეამჩნევ, რომ შენი მუცელი პატარავდება. მეორე, იგრძნობ ენერგიის მოზღოვებას. შენი ენერგია მოიმატებს, იმიტომ რომ შაქრის დონე ძალიან გაუმჯობესდება. არაფერი არ იწვევს დაღლილობას ისე, როგორც შაქრის დონის ათამაშება და ენერგია, რომელსაც გრძნობ, არის თავში და შენ გიჭირდება მენტალური სიცხადე, რასაც მოაქვს შემდეგი, მესამე სარგებელი, რაც არის უკეთესი კოგნიტური ფუნქცია, უკეთესი მეხსიერება, ყურადღება და კონცენტრაცია. მეოთხე, შეგინცირდება მოთხოვნილება პურისა და შაქრის მიმართ, რადგან პურისადმი ლტოლვას იწვევს თავად პური და თუ არ შეჭამ, არ გექნება ლტოლვა პურის მიმართ. მეხუთე, თუ ხარ დეპრესიული ან შფოთვარე, თავს ბევრად უკეთ იგრძნობ, რადგან შენს სისხლში შაქრის დონე დასტაბილურდება. მეექვსე, შენი მუცელი დაპატარავდება და შებერილობის შემცირებასთან ერთად შენ დაიკლებ მუცლის ცხიმს. თუ გსურს შევადგინოთ შენზე მორგებული ინდივიდუალური კვების გეგმა, მომწერე ინსტაგრამზე და ჩაეწერე კონსულტაციაზე.